არა, რომ ავტომობილი უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფინანსური რესურსის წყარო ფილიალში მისვლისა და ქაღალდების გარეშე. აი ამ სიახლეს ახლა გავშლით უკვე საქმე ენდილას ეთერში, რადგან ევროკრედიტმა მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი და გამარტივებული გზა შექმნა. თუ უკვე სარგებლობთ ევროკრედიტის ავტოსესხით, ახლა გაქვთ შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად პირადი კაბინეტიდან შეამოწმოთ, რამდენად შეგიძლიათ დამატებითი თანხის მიღება და იმავე გზით შეავსოთ განაცხადიც. ვისთვის არის პროდუქტი? რა გზავნილი არის ეს ფინტექ ინდუსტრიისთვის? დეტალებს გავშლით უკვე ევროკრედიტის საოპერაციო დირექტორთან ერთად საქმე ენდილას სტუდიას სალომა გიორგბერიძე სტუმრობს დილიდან. დილამშვიდობის სასალმო. დილამშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა თქვენ. შესრულებისთვის. კი, აუცილებლად და ყოველი მომდევნო სიახლეც იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ. მადლობა შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ, მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. რაც შეეხება ჩვენს მართლა ძალიან საინტერესო სიახლეს, მოგახსენებთ, მე ადრეც მithქვამთ თქვენთან სტუმრობის დროსაც და სხვა ეთერებშიც, რომ ჩვენ ძალიან ვცდილობთ და მუდმივად ვცდილობთ, რომ ვუსმინოთ ჩვენს მომხმარებლებს და ყოველთვის ვიცოდეთ, რა საჭიროებები აქვთ მათ. შესაბამისად, არა მხოლოდ ახალი მომხმარებლების აზრის მოსმენა გვაინტერესებს, არამედ ჩვენი არსებული ლოიალური მომხმარებლების, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩვენთან არიან და რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ, გავამარტივოთ და ავასწრაფოთ მათთვის, ესე ვთქვათ, სესხის მიღების პროცესი. და ამ ფიქრის პროცესში მოკლედ ერთ-ერთი ეპიზოდი გამოვლინდა, რომ რატომაც არა მომხმარებლებს უკვე სურდათ, რაღაც ეს გამოცდილება იყო დაგროვილი და კითხვები ისმებოდა, რომ რატომ არ შეიძლება, რომ პირობითად დამატებითი სესხი, განმეორებითი სესხი მიეღოთ ფილიალში მოსვლის გარეშე. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი, როცა ამ პროცესზე მუშაობდით, იყო, რომ მომხმარებლისთვის სესხთან წვდომის პროცესი გაგვემარტივებინა, შეგვემსუბუქებინა და რაც შეიძლება მარტივი გაგვეხადა. შესაბამისად, გონია რომ ამ პროცესს და ამ შედეგს, ესე ვთქვათ, მივაღწიეთ და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი მომხმარებლების უკავშირები და შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც ჩვენთან ერთხელ მობრძანდება და სესხს აიღებს, ყოველი განმეორებითი სესხის დამატება უკვე სახლიდან, ოფისიდან გაუსვლელად დროის დაზოგვისა და ყველა ამ რაღაცა სიკეთის მობილიზების ფარგლებში შეუძლია ძალიან მარტივად თითქმის 5 წუთში. ერთი რომ საჭიროებებს უპასუხეთ მომხმარებლებისა. თუმცა მეროს მხრივ აი ამ პროდუქტის გაშვებიდან მალევე გაჩნდა მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან? კი, ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მოთხოვნა არაფორმირებული, ასე ვთქვათ, ბაზარზე უკვე არსებობდა, იმიტომ რომ ამბობენ ხოლმე მომხმარებლებმა რეალურად იციან რა სურთ, ხო და შესაბამისად მოკლედ მათგან ეს მოსაზრებები ჩვენთან მოდიოდა. სწორედ ამიტომ პროექტის გაშვებიდან პრაქტიკულად ძალიან მალე იმ მომხმარებლებს, ვისაც შევთავაზეთ ჩვენ ეს სერვისი, მათი თითქმის 40% დაინტერესდა. ანუ ეს რას გულისხმობს, რომ ამ ადამიანებმა დაიწყეს უკვე ამ სერვისის მოსინჯვა, დაგემოვნება, ესე რომ ვთქვათ და დღეს უკვე ამ მომხმარებლების ნაკადით ჩვენ კიდევ უფრო აუმჯობესებთ სერვისს, იმიტომ რომ ბევრი აზრი, ბევრი უკავშირი შემოდის, რომლის საფუძველზე უკვე ვცდილობთ, რომ დავნერგოთ და შევცვალოთ რაღაცა საკითხები, რომელიც შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო მოგვარებული ჩვენი მხრიდან, მაგრამ მომხმარებლის აზრის მოსმენის შემდეგ ცოტათი, ესე ვთქვათ, შეიცვალოს მიმართულება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ერთი რომ შესაძლოა ევროკრედიტის მომხმარებლებმა იცოდნენ უკვე იმ პლატფორმების გამოყენება, რითაც შეუძლიათ ეს სრულად ინოვაციური და ციფრული მიმართულებით ისარგებლონ, თუმცა ვისთვისაც ახალია ეს მიმართულება, რომელი პლატფორმა უნდა გამოიყენონ, რა უნდა გააკეთონ ამისთვის, ანუ ტექნოლოგიურად რა გვჭირდება, ვისთვისაც ეს არის ახალი. კი, ჩვენ შემთხვევაში, მოკლედ, ჩვენი შიდა CRM სისტემის და პლატფორმის მეშვეობით ხდება, მოკლედ, შეთავაზებების დაგენერირება, თუ თქვენ ხართ ევროკრედიტის მომხმარებელი, ამ შემთხვევაში გეგზავნებათ შეთავაზება, რომელსაც ეცნობით, ეს შეიძლება იყოს SMS ლინკის საშუალებით, ამ ლინკზე გადასვლის შემდეგ უკვე პირად კაბინეტში აღმოჩნდება ადამიანი, სადაც აქვს შესაძლებლობა შეხედოს თავის არსებულ სხვა სესხებსაც, გადახდის გრაფიკსაც და გაიაქტიუროს უკვე ახალი სესხი, როგორც გითხარით, სულ რაღაც 5 წუთში. ეს ძალიან მარტივად ხდება, აქ არის ასევე იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პლატფორმა ჩაშენებული, რაც ძალიან, ესე ვთქვათ, სწრაფად გვაძლევს მომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის, ელექტრონულად ხელმოწერის საშუალებაც არსებობს და შემდეგ უკვე ხდება თანხის გადარიცხვა ასევე ავტომატურად, რაც ძალიან სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი არის. მოკლედ ჩვენ უსაფრთხოებაც დაცულია და ესეც გათვალისწინებულებს დაცულია, რა თქმა უნდა, ამას გარდა იმისა, რომ ძირეული საფუძვლები აქვს, ამას გარდა მომხმარებლის
მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის შესაბამისად ჩვენ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვითვალისწინებთ უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ამისა, ის პარტნიორები, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენთან ერთად ამ პროცესის მართვაში, სანდო პარტნიორები არიან და შესაბამისად მათაც აქვთ ჩვეულებრივ ISO სერტიფიკატი იქნება პროცესის მიმართულებით, შეღწევადობის მიმართულებით და უშუალოდ ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი და დაკმაყოფილებული. სალომე, ერთია ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რასაც ქვია ეს ციფრული არხების გახსნა მომხმარებლებისთვის. ყოველი 10 მომხმარებლიდან 4-ის დაინტერესება ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, რაც უკვე მოხდა თქვენ შემთხვევაში, მაგრამ მეორეს რომ განსაკუთრებით რეგიონებში და პერიფერიებში მნიშვნელოვანია რომ ფიზიკურადაც იყოს წარმოდგენილი საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ ამ რეალობის წინაშე ვართ, გნებავთ ამას ჩვევა დავარქვათ თუ რაც არის, მაგრამ უნიკალური საქართველოს ამითი არ არის. სოფლიოში უბრალოდ ყველაფერს ვთავაზობთ. შესაბამისად მაინტერესებს ამ კუთხით ევროკრედიტის ზრდა და ვიცი რომ ინფრასტრუქტურულადაც გარდა ციფრული არხებითაც თქვენ მნიშვნელოვნად იზრდება გუნდი. და მგონია რომ ესეც რჩება, ასე ვთქვათ, თქვენი სერვისების შეთავაზებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე ძირითადი მიმართულება, ანუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მომხმარებლებისთვის და აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ რეგიონების ჭრილში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც დაუშვათ რეგიონში ცხოვრობენ და მათთვის მართლა ძალიან სასიხარულო იყო, როცა გაიგეს ამ სერვისის შესახებ, თუმცა შარშანდელმა წელმა და ზოგადად ჩვენმა განვითარებამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ რეგიონში ვართ ფიზიკურად ხელმისაწვდომები, მით უფრო ესე ვთქვათ ბედნიერია ჩვენი მომხმარებლები. მე მეცაც გეტყვით შარშან უფრო სწორად წინა ჩემი აქ ვიზიტისას სულ რაღაც 15 ფილიალით ვიყავით წარმოდგენილები და დღეს უკვე 21 ფილიალი გვაქვს და მეცაც გეტყვით ივლისის ბოლოს უკვე 24 ფილიალამდე გვექნება და რა თქმა უნდა წლის ბოლომდე კიდევ და კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი. შესაბამისად ფინტეკ მიმართულებასთან და ფინტეკ ხასთან ერთად, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მივყვებით, ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი მიმართულება არის და რჩება მნიშვნელოვან ხაზად ჩვენი ფიზიკური ხელმისაწვდომობა და ქსელის გაფართოება, რასაც ძალიან ესე ვთქვათ ყურადღებით ვაკვირდებით და ვავითარებთ. განვითარების გეგმაში, გარდა ქსელის განვითარებისა და მათ შორის ფიზიკური ქსელის კიდევ რა არის მოაწყებული ევროკრედიტის? თუნდაც ის, რომ მომხმარებელმა უკვე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით შეძლოს ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ავტო, არამედ ბიზნეს სესხების ნაწილზეც, ესეთი მცირე სესხები, რომლითაც შეიძლება ყოველდღიურ საჭიროებას წარმოადგენდეს მომხმარებლისთვის. ეს რა თქმა უნდა ოდნავ შორეული პერსპექტივაა, თუმცა ამაზე ესე ვთქვათ აქტიურად ვფიქრობთ. ასევე ჩვენი მომხმარებლისთვის თავისი პირადი კაბინეტი, რომელშიც აქვს და ექნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ახალი პროდუქტები დაიმატოს, თავად მართოს სესხი. ანუ ჩვენ რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ განსხვავებულები ან რაღაცა ინოვაციურობაზე შეიძლება გქონდეს პრეტენზია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვეცადეთ სრული პროცესი გაგვეხადა ავტომატური, რაც დღეს ბაზარზე იშვიათობაა, იმიტომ რომ არსებობს მსგავსი პროდუქტები, ციფრული პროდუქტები, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა მთლიანი პროცესის ავტომატიზაცია არის პირველი, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა ამ შემთხვევაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მთელი პროცესის მანძილზე ადამიანი დამოუკიდებლად მხოლოდ თავად ახდენს ყველაფრის, ესე ვთქვათ, შექმნას, დაწყებული განაცხადიდან დამთავრებული თანხის გადარიცხვით საკუთარ ანგარიშზე. შესაბამისად, თუ მას პრობლემა გაუჩნდება, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ასიტირება ხდება ჩვენი მხრიდან და შეუძლია დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს, თუმცა თითქმის არ გვაქვს მსგავსი შემთხვევები და ძალიან გვიხარია პირიქით. შემდეგ ვურეკავთ უკვე ამ მომხმარებლებს, უკავშირს ვითხოვთ მათგან, რომ დაუშვათ რა მოგეწონათ, რა იყო საინტერესო და ასე შემდეგ და ერთი ძალიან ისეთი საინტერესო მესიჯი რაც წამოვიდა ის იყო, რომ ლამის აი კბილის გახეხვას მოასწრებ და მე სესხის აღებასო დაახლოებით ესეთი შედარება გააკეთეს და პოსტიც გვაქვს ესეთი მსგავსი, რომ აი რა შეიძლება გააკეთო 5 წუთში, ხო? დაელოდო ჩაი, როდის ადუღდება სიტყვაზე, რაღაცა გაიხეხო კბილი და აიღო სესხი. ესეთი რაღაცა ეს მიქსი გავაკეთეთ და მოკლედ მართლაც ეგრეა. 5 წუთზე ნაკლებ დროშიც შესაძლებელია ეს ყველაფერი, თუმცა ქართველებს გიყვარს ესე 5 წუთი და შესაბამისად მოკლედ ეს ხო მარტივია. საბოლოო ჯამში შეჭამებისთვის რა მისია გამოეკვეთა ევროკრედიტს, სალომე თქვენი აზრით? ამაზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ თქვენი მისვლიდან მოსვლამდე აგერ 9 კი, ბევრი რამე. 9 ფილიალი დაამატეთ მარტო და თქვენ გამრავლოთ და რა მისით გამოვიდა ევროკრედიტი მთლიანად ფინტეკ ბაზარზე და ინდუსტრიაში და თქვენი აზრით რა ასქმნის იმ გამორჩეულ ღირებულებას და დამატებით ღირებულებას, რომელიც ერთის მხრივ მას გამოარჩევს, მაგრამ მეორეს მხრივ ფინტეკ ინდუსტრიის
ასე ვთქვათ, მამოძრავებელ თანამატათად ძალიან მნიშვნელოვნად აქცევს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ესე ვთქვათ, მიზან მიმართულად ვაკეთებთ აქცენტს ფინტექის მიმართულებით განვითარებაზე და ჩვენი ამომავალი მიზანი არის, რომ ვიყოთ მომხმარებელთან ახლოს, ვიყოთ მათზე მორგებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებადი და ცვალებადი გარემოა, ერთი ის რომ რთულია მომხმარებელს ხმა მიაწვდინო, იმიტომ რომ ბევრი შეთავაზება აქვს, ბევრი არჩევანი აქვს და ის რომ შენ გახდე უნიკალური ძალიან რთულია და შესაბამისად ამიტომ ვცდილობთ რომ სისწრაფე და სიმარტივე ეს არის ხოლმე ჩვენი ძირითადი მესიჯი, რასაც ვაგზავნით ჩვენს მომხმარებლებთან და შესაბამისად შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ სისწრაფეც და სიმარტივეც რეალურად ყოველთვის გამართლებულია ჩვენთან და ამას ვაღწევთ აქამდე. რაც შეეხება ფინტექის მიმართულებით განვითარებას ეს ძირითად ხაზად რჩება, თუმცა მომხმარებელთან ახლოს ყოფნა, მათი გულისყურით მოსმენა და შესაბამისად ესე ვთქვათ ჩვენი პროცესების დაოპტიმიზირება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც გავყვებით აუცილებლად სამომავლოდ ევროკრედიტში. დიდი მადლობა. და შემდეგ მოსვლამდე სიახლეები. აუცილებლად. გელოდებით დიდი მადლობა. სალომე გიორგბერიძე, ქალბატონებო და ბატონებო, ევროკრედიტის საოპერაციო დირექტორი.